გამარჯობათ მეგობრებო, დღეს აგერ გამოვედი ამ არხსაც ვზაოთ მორმიშინგით. აგერ მეთევზეები არიან უკვე, თევზაობენ ტივტივით. მე ვიქნები ისევ მორმიშკით. ამედი არის შვენიერი, ცოტა სითბოა. ნახოთ რა თევზია აქტიურებს. პადლეშიკი მაქვს მიზნად, მაგრამ პადლეშიკი უფრო სიცივეში მოდის და ნახავ რა გამოვა ამიდან ყველაფერი. დავიწყებ და გამოჩდება ყველაფერი უკვე ჭერას. ჩაგდებაზე დაждდა პირდაპირ. შემაი არის ასეთი დავიჭირე ვიმბა შვენიერი გაიზომა. მე რა მქონდა ჩართული და გვიან ჩავდე. არის ერთი ესეც შემაია ჩემო ბატონო. შვენიერი კარგია. არის ჩაგდებაზე კიდევ შემაია. კიდევ ერთი მოკლედ დღეს აქტიურობს შემაია. ამის გამო სითბოა და უფრო შემაია აქტიურობს რა. არის კაი თავი დაждდა რაღაც შვენიერია. ვიმბა მომენტებში ქარია და მორმიშკა სულ რაღაც 0.1 გრამიანი ვიგია და ძალიან მიშლის რა. მედია მეტი არ მოიმატებს, თუ რა უკვე მორმიშინგით ვერ ვითევზა. არის აი ნაფოტა დამიშტა. გაჩი აი ახლა საბა შემდეგი გასროლა რა თევზს დაგვაჭერიებს. თამაშზე ასეთი ზომის კაი ეს რა არის შემაია კაი ზომა შვენიერია. აი უთამაშა და მოტყუდა. არის ისე შემაია. ნო არაზომ, მაგრამ
იჭირება, მოკლედ ფიქრობ წონის შეცვლას. იქნებ რამე სიღრმეზე ვნახოთ, თუ არ გამართლა და დაუბრუნდები იგივე წონას, ან უფრო მეც დავაგებ რა, მირჩენი. არის ჩემ დევაზე დავიჭირე კიდევ შამაია. მოკლედ შამაიები იჭირება კარგად. ამბიტი უწყობს ხელს და მოდის. ეს ალბათ პადლეშიკის იმედი არ უნდა მქონდეს, მაგრამ მაინც ნახოთ. არის კიდევ შემაია. არა ციცამით არა ეს რიბეცი დაგვიშტა. რიბეციც კარგია, შენიერია. აჯობია, თავარია ჩარტყმები იყოს და იგირებოდეს თევზი და ასეთი რა გვაქვს შეცვიმება გერხელანო სატყვარაზე შენიერია, კარგია. ჩაგდება 1-2 გატარება და ეგრევე მოვიდა. ნახავთ აბა კიდევ ერთი არის და ეგრევე აგერ დამიჯდა უკვე შამაია. ძალიან კარგი. კაი ზომა ეს. ასეთი ზომა კარგია. არის კაი ზომა. კიდევ ერთი ვიმბა შენიერია, კარგია. ასე არის კაი ზომა. ჩავამდე და თაშ დაეკრე. ზედაპირიდან იღებს რა. კაი ზომა. კაი ტაფის თევზია. არის იგი რა ზომა არის? საო გაჩი და განახეთ ახლა ხარმაცლეს. აი ეს კაი ზომა რასაც ქვია.
მოკლედ მეგობრებო, ეს მიგია სპეციალურად, რომ უბრალოდ ნახოთ, რომ ხელოვნურზე ჩვენივრად კარგად მოდის თეთრი თევზი. უბრალოდ ჩემი ახერება, რომ ვიჭირო ჰიბრიდულათაც და ასე ხელოვნურსაც. ასე რომ ორივეზე მოდის ჩვენიერ კარგად. არის ასე. სტაგვიშდა შამაია. მოკლედ მეგობრებო, დღეს კი მქონდა მიზნად პადლეში გისჭერა, მაგრამ ამიდი არის ისეთი, რომ იჭირება უფრო შამაია. ნაფოტა არ მოდის, უფრო აქტიურობს შამაია რა. რაც კარგია. სავარაუდოდ იცი რომ ყოფილიყო უფრო დაიჭირებოდა ნაფოტას და პლატოც და პატლეშიკიც. მეგობრებო, თევზმა შეწყვიტა აქტიურობა, არ მოდის. და ვეცდები გადავიდე სხვა ადგილას ახლა. სადმე ვნახო აქტიური თევზი, თორემ იმდენი გატარება გავაკეთე, იმდენი ჩაგდება, იქეთ-აქეთ მომსინჯე და არ მოდის. ამიტომ ნამდვილად გადავალ სხვა ადგილას რა. მოკლედ გადავედი სხვა ადგილას და როგორც იქნა, დამიჯდა ეს თევზი, რაც მინდოდა. არ მქონდა ჩართული, იმდენად პასიურია თევზი, არ მოდის, მაგრამ რამოდენიმე გატარებით, წვალებით და რაღაც დავიჭირე მაინც რა. არ ვიცი რა არის. ნახდათ არ ვიცი. რუსულად მე მგონი კარეშკა ქვია თუ რა ქვია ამ თევზს არ ვიცი. სავარაუდოდ არ იჭმება და არ წავიყვან ამას. რა თევზია ვერ ხვდები. აგერ კიდევ ერთი დავიჭირე ასეთი ყაიდიზის ზომის ნაფოტა. მაგრამ მინდა გითხრას, რომ თევზი იმდენად პასიურია, გადაღებას ამისას ვერ შეძლებ რა. ძალიან იშვიათად ურტყამს, ძალიან დიდი ინტერვალებით და ძალიან უჭირს მოსვლა. თევზები აგერ სულ ყველა მიდიან, კი ხედავთ, როგორ გადაწყვიტა უკვე დაასრულოს თევზაობა და მეც ამით მოვჩები რა. ერთი დიდი ლეშა დავიჭირე, ერთი დიდი ნაფოტა დავიჭირე და ვეცდები რა ვიცი გამოვიდე ცოტა გრილამიჩი რა, სიცივე როცა იქნება, ალბათ უფრო ნაფოტაც აქტიურებს და სხვა თევზიც რა. ვისაც მოგეწონათ ვიდეო, მოიწონეთ, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და რა ვიცი ვეცდები შეძლებისდაგვარად ახალი ვიდეოები დავთო. შედეგი რო გაჩვენოთ, ახლა შედეგი გვაქვს ეგეთი. სული შედეგი რა გვაქვს. ესეთი ნორმალურადაა ნაჭერი, არც ცოტაა, არც ამეური. ორ მიშინგისთვის შესანიშნავი, კაი შედეგი არის.